გამოცემა ანჰერდი წერს, რომ ევროპა, როგორც უკრაინა, უძლურია რუსეთის წინაშე, ამიტომ მას მოუწევს ტრამპის გეგმის გაზიარება. გამოცემა წერს, რომ მოსაზრება თითქოს დღევანდელი ევროპა თავისი დანაწევრებით და მერკანტულობის შეძლებს რუსეთთან ომის წარმოებას და მით უფრო ამ ომში გამარჯვებას სრული ბოდოა. შეერთებული შტატების გარეშე ევროპა და უკრაინა დამარცხდებიან, ამიტომ მათ სხვა გზა არ აქვთ, თუ არა ის, რომ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ბოლო რედაქციამ ევროპა შოკში ჩააგდო. გასულ კვირაში გამოქვეყნებული ვერსია ითვალისწინებს, რომ შეერთებული შტატები ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებს, სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს კი დე-ფაქტოდ უკრაინას ნატოში გზა დაეხურება, სანქციები გაუქმდება და ბოლოს შეერთებული შტატები რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას დაიწყებს. ევროპელები წამით მაინც რომ დაფიქრებულიყვნენ და განეხილად ადგილებზე შექმნილი სამხედრო სიტუაცია, ისინი ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში მიხვდებოდნენ, რომ უკრაინა ვერ იმარჯვებს, აღნიშნავს გამოცემა. დაიმახსოვრეთ, რომ ზელენსკი იმ ხელს კვენს, რომელიც მას აჭმევს, განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა დევიდ საქსმა. ის არარეალისტურად უყურებს უკრაინის პერსპექტივას, როგორც ბრძოლის ველზე და ყირიმის დაბრუნების თვალსაზრისით, ასევე იმ მხრივ თუ საიდან მისდის მხარდაჭერა. ამიტომ ჩემი აზრი ამ თემაზე ძალიან მარტივია. თუ კი ზელენსკის რეალობის დანახვა არ უნდა, მაშინ მან უნდა ეძებოს ახალი მფარველები. მაშინ სტრამერი და მაკრონი უნდა დაეხმარონ. ისინი ამბობენ, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ სინამდვილეში არ შეუძლიათ და ვერ შეძლებენ, რას იზამ, როგორც ჩანს მათ უკეთ იციან. ბრიტანული Daily Mail წერს, რომ საზოგადოებას კვებავდნენ ტყუილი პროპაგანდით უკრაინის და რუსული საფრთხის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ჩემს პროფესიაში მე დიდი ხანია შევეჩვე იმას, რომ მთავრობები ტყუიან და სხვებსაც აიძულებენ მათ მაგივრად მოიტყუონ. ესაა ის, რაც ახლა ხდება, მაგრამ მე იშვიათად მინახავს ასეთი მასშტაბის ტყუილი, რომელსაც ახლა ვაწყდებით. საეჭვო ვინმე მიცოდეს სიმართლე უკრაინის შესახებ ამ ქვეყანაში. მსგავსი არაფერი მომხდარა მას შემდეგ, რაც გვატყუებდნენ ერაყში ინტერვენციის შესახებ და იგონებდნენ, რომ იქ მასობრივი განადგურების იარაღი არსებობდა. მატყუარები ამხილეს და მათ დასკვნების გამოიტანეს, უფრო დახვეწილად ტყუიან. ჩვენ არასოდეს განგვიხილავს უკრაინის კრიზისი, მისი სათავეებიდან, ვინმეს ხელისუფლებიდან ოდესმე უთქვა სიმართლე, სად, როდის და რატომ დაიწყო ეს ომი? არა. ვინმეს უცდია მისი ახსნა, თუ რატომ უნდა ჩართულიყო ამ ყველაფერში ბრიტანეთი, ჩამოშლილი ბრიტანეთი, რომელიც თავად კრიმინალშია ჩაფლული და ნაგავს და ვირთხებს მიაქვს. არა, არასოდეს უცდიათ. თქვენ პროპაგანდისტული სისულელეებით კვებავდნენ დემოკრატიის, თავისუფლების და მოგონილი რუსული საფრთხის შესახებ. ესაა ის ტყუილის ნაწილი, რომელიც თქვენთვის არაერთხელ უთქვამთ. სტატიაში შემდეგი მთავარი აქცენტებია. დასავლეთში ამბობენ, რომ ომი პროპორციული არ იყო, მაგრამ რუსებს არაერთხელ მოუთხოვიათ ნატოს გაფართოების შეწყვეტა აღმოსავლეთით რუსეთისკენ. ცოტა ომია ისტორიაში, რომელსაც ნაკლებად პროვოცირებული შეიძლება უწოდო. ამ მოთხოვნებმა პიკს მიაღწია 2007 წელს, როდესაც პუტინმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა მიუნხენის კონფერენციაზე. მან ნატოს გაფართოებას უწოდა სერიოზული პროვოკაცია, რომელიც ურთიერთმდობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებდა. ისეთ ხისტ კაცს, როგორც პუტინია, მსგავსი რამ თქვენთვის ჰაბში გვიან ღამით რომ ეთქვა, თქვენ მიიღებდით ამას გაფრთხილებად. ის ხომ სერიოზულად აღშფოთებული და თუ კი თქვენ ჩხუბი არ მოგინდებოდათ, ხომ დაიხევდით უკან, დაიხევდით, მაგრამ ჩვენ არ დავიხევთ. 2008 წლის აპრილში ბუშმა განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინა ნატოში წევრობის გზას დაადგეს. ომის მხარდაჭერმა ლიბერალების გაზეთმა გარდიანმაც კი დაწერა, მაშინ რომ დიდი ალბათობით ეს კრემს განარისხებდა და ასეც მოხდა. ვფიქრობ, ომის გზას სწორედ ამ მომენტიდან დავადეკით. ტერიტორიული დათმობები უკრაინის მხრიდან ომის დასრულებისას გარდაუვალია, წერს ტელეგრაფის სტატიაში ბრიტანული ანალიტიკოსი რიჩარდ კემპი. ექსპერტის აზრით, რუსეთს გადამწყვეტი უპირატესობა აქვს და დამღლელ სამხედრო კამპანიაში დომინირებს,
როგორც ჩანს, უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს. თუ არა აწარმოოს მოლაპარაკებები ტრამპის ბოლოდროინდელი სამშვიდობო წინადადებების ან რაღაც მსგავს საფუძვლებზე. ეს მოიცავს იმ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ფაქტობრივად დათმობას, რომელიც უკრაინამ უკვე დაკარგა რუსეთის წინეხის ქვეშ. წერს კემპი. მისი თქმით, დასავლეთის მომავალი ძალიან პირგუშად გამოიყურება, რადგან თავისი უძლურება აჩვენა. Financial Times-ი წერს, რომ სტივი ოტკოპის დანიშვნამ ამერიკელ დიპლომატიაში ძრავის როლი შეასრულა. გამოცემა წერს, რომ უტკოპს და ტრამპს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. პრეზიდენტის წარმომადგენლად მშენებლობის დანიშვნა, რომელსაც არც დიპლომატიის განათლება აქვს და არც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ყველა გააკვირვა. თუმცა ექსპერტები აღიარებენ, რომ ამან ამერიკელ ელიტაზე ცივი შხაპის ეფექტი იქონია. ამერიკელ მილიარდერს და მშენებელ ინვესტორს უტკოპს რთული დავალება მისცეს. მისი ამოცანაა მშვიდობის უზრუნველყოფა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება და ახლო აღმოსავლეთში ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება. იცით მე ეს რას მაგონებს მარალაგაში კლუბის მისაღებებს. პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციებს აღფრთოვანებით ამბობს ამერიკელი მილიარდერი. ის იქ თავად იგონებს ყველაფერს, როგორც ნამდვილი არქიტექტორი და დიზაინერი. მაგიდას და ამ მსხვდომი დიპლომატები მსგავსი შედარებების მოსმენისას სიძილს ძლივს იკავებენ, მაგრამ ერთი ასეთი ფრაზაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან ტრამპს და უტკოპს. ამ ორმა კაცმა ცხოვრება ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბიზნესის დაძაბულ ატმოსფეროში გაატარა. ისინი რამდენიმე ათწლეულია მეგობრობენ. შარშან ნოემბერში უტკოპის დანიშვნით დონალდ ტრამპმა ყველა გააკვირვა, როგორც ვაშინგტონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ მთელი ამერიკული დიპლომატიისთვის ძრავის როლი შეასრულა. კრიტიკოსები უტკოპს აღწერენ, როგორც არაფრის მცოდნეს უცხოეთში, უწოდებენ მას გამოუცდელ და უწიგნურ დიპლომატს. თაყვანისმცემლები კი რბილად აღნიშნავენ, რომ სტივის გამოცდილება გადაჭარბებულად შეფასდა. ამ დისკუსიის პასუხად ტრამპის უფროსმა შვილმა, უმცროსმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. საგარეო პოლიტიკის ეგრეთ წოდებულმა ექსპერტებმა ბოლო წლებში დაამტკიცეს თავიანთი ბევრი ხმამაღალი მარცხით, რომ ამ საქმისთვის გამოუსადეგრები არიან. სტივი კი დადებითად გამარჯვებულია და მას აქვს იმაზე მეტი ნიჭი, თავშეკავება და საღი აზრი, ვიდრე ერთად აღებულ ყველას მის კრიტიკოსს. მანამდე კიევში ტრამპის გუნდმა აღშფოთება გამოიწვია, როდესაც კონფლიქტის შეწყვეტის პროექტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა ყირიმი რუსეთის ნაწილად უნდა აღიაროს და იმავდროულად აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი მოსკოვის კონტროლის ქვეშ დარჩება, წერს გამოცემა. უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრო კულოვამ განაცხადა, რომ უკრაინელების საქმე ცუდად მიდის, ამერიკა წავიდა. როგორც სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ამერიკა წავიდა. ჩვენ ვეღარ გვექნება ამერიკის იმედი ვერც ახლა და ვერც უცოტა საშუალო ვადიან პერსპექტივაში. იმის მერედაც კი, როდესაც ტრამპი წავა, დიახ, ამის აღიარება მძიმეა, რადგან ჩვენ სხვა იმედები გვქონდა. ახლა კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. მინდა ასევე ყველამ გაიგოს ერთი რამ. დიახ, პარტნიორობის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მოდელისთვის ამ მასშტაბის ომის წარმოება შეუძლებელია. CNN-ის ცნობით პუტინმა უამრავ ამერიკელ პრეზიდენტს აჯობა, მას მოხიბლოს და შეშინებაც ერთ ამოსუნთქვაზე შეუძლია. ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების და დეტალების ოსტატია. ტრამპისთვის პირველ ადგილზეა მოსკოვთან ურთიერთობის სტაბილიზაცია და არა კიევის დახმარება. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი ცნობილია იმით, რომ მოხიბლოს და შეშინებაც ერთ ამოსუნთქვაზე შეუძლია. ტრამპის გუნდი ნაკლებად გამოცდილია რუსეთთან მოლაპარაკებებს, აწარმოებს სტივ უტკოპი, რომელსაც დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს. მასთან ახლავს მარკო რუბიო და მაიკ უოლცი, პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც რუსეთთან მიმართებით სერიოზული ბექგრაუნდი არ აქვთ. მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ძალიან გამოცდილი დიპლომატები მონაწილეობდნენ, ლავროვი, უშაკოვი და დმიტრიევი. CNN-ი ასკვნის, რომ რუსეთი არსად გაქრება, ის ყოველთვის შეეცდება გავლენის მოხდენას ევროპის უსაფრთხოებაზე და უკრაინაზე და ყოველთვის გაუგზავნის დასავლეთს გამოწვევას.